შემთხვევით მოხვედრილი, რა თქმა უნდა, აქ არა ვარ. თავისთავად ცხადია, შემთხვევების არ მჯერა. აუცილებელი იყო, რომ აქ რომ მოხვედრილიყავი. თავიდან რომ მოვხდი, იყო ცოტა რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში და რაღაც ამ წერის მასტერკლასის მეშვეობით, ამ რთული პერიოდის მეტნაკლებად რბილად რაღაცნაირად გადაწყვეტა და გადალახვა შევძელი რა. მე მეორე ავიღე წერის მასტერკლასში და არაჩვეულებრივ ადამიანებთან გადავიკვეთი. აი სხედან ჩემი გოგონები, რომლებთანაც ერთად მოვხდი. პირველ რიგში მინდა დავლიო სადღეგრძელო იმისა, რომ ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთ ადამიანებს შემახვედრე. და მეორე რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მადლობა იმ ტრანსფორმაციისთვის, რაც მე და დარწმუნებული ვარ, რომ ჯგუფის სხვა წევრებმაც განიცადეს. და მესამესაც ვიტყვი, გუშინ გადავაგზავნე მე ჩემი მოთხრობა რეზო ინანიშვილის სახელობის კონკურსზე და ძალიან დაინტერესებული ვარ საბოლოოდ რა შედეგი მოვა. და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგი როგორც არ უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ მართლა ძალიან კარგი იქნება, ეს აუცილებლად იქნება შენი დამსახურება. იმიტომ რომ რაღაცა мотиваცია და რაღაცა ესეთი აი ბიძგი მოდიოდა აქედან. აი თითქოს დასტური რო გჭირდება ადამიანს მიდი რა გააკეთე რა, აი გეხერხება რაღაცა გამოგდის და გააკეთე და თქვენ დიდი მადლობა გოგოებო, რომლებიც ასეთი ენთუზიაზმით ხვდებოდით ჩემს ყოველ დაწერილს და მაქებდით. მადლობა ამ შექებისთვის. ძალიან მიყვარხართ და მე ვთვლი, რომ უფრო ხშირი სტუმარი არა, მომსვლელი უნდა ვიყო ამ სივრცეში. ჩვენ ერთად ვიმოგზაურებთ ახლა ნეპალში. ნეპალშიც ერთად მივდივართ ხა. მე იტალიაში და მე ტაოში, ასე რომ მივდივართ სოყოლგან რა. ამ ტექსტის მოხჩობას ვეცდებით. ვეცდებით ერთად აუცილებლად გაგიმარჯოთ და ყველას წარმატებას და წინსვლას და ყველაფერს განსაკუთრებულად საუკეთესოს გისურვებთ.